მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო, დღეს ჩვენი 25 გადაცემაა და დღევანდელი თემა არის DRG-ს საკითხი. გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა და როგორც ჩვენ წინაზეც არაერთხელ გვიხსენებია, გადასახადი, როგორც ასეთი, არის არა კომპანიის ტვირთი უბრალოდ, არამედ თითეული მომხმარებლის გადასახდელი. DRG განსაკუთრებით კანონითაც ესე არის განსაზღვრული, არის მომხმარებლის გადასახდელი. უბრალოდ კომპანია ამ შემთხვევაში გამოდის როგორც აგენტი და ის ვალდებულია თავის მომსახურებას თუ თავის საქონელს დაამატოს 18%, გამოგართვათ თქვენის ფული, რაც დაამატა თანხას და გადაიხადოს ბიუჯეტში. მაგალითად თუ ნივთი იღებს 100 ლარი, ის ვალდებულია გაყიდოს 118 ლარად, 18 ლარი თქვენგან აღებული გადაიხადოს ბიუჯეტში. სხვა საკითხი ამასთან დაკავშირებული ხარჯები და რაღაც ალბათ ამას დღევანდელ გადაცემაში ჩავშლით, თუმცა მინდა დავაზუსტო, უпроსორად მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი იმაზე თუ რა არის ის სისტემა, რომელსაც DRG ქვია და ანალოგიური გადასახადი არსებობს კიდე GST-ის სახით, რომელიც გამოიყენება გარკვეულ ქვეყნებში, მაგრამ ისიც თითქმის იგივეა რაც DRG, არსებობს ასევე sales tax ბრუნის გადასახადი, რომელიც გამოიყენება ამერიკაში და კიდე რამდენიმე ქვეყანაში, რომელიც DRG-ისგან პრინციპულად განსხვავდება და მე თუ მკითხავთ, ალბათ უფრო ბრუნის გადასახადის მხარეს დავიჭერდი არჩევანზე რომ იყოს საქმე, იმიტომ რომ ბრუნის გადასახადის შემთხვევაში არ ხდება კომპანიის იძულებით აგენტად დაყენება, ის თავისას იხდის და ამით ამთავრებს. თუმცა იმას თავისი მინუსები გააჩნია და ახლა დღეს მაგ თემას შევეხებით თუ არა არ ვიცი, მაგრამ DRG-ის შემთხვევაში, რადგან ჩვენ DRG-ის გადამხდელი ქვეყანა ვართ და ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის DRG, ზოგ ქვეყანაში ბევრად მეტია ვიდრე ჩვენთან, მაგალითად უნგრეთში არის 27%, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყნებში არის 20%-ზე მეტი უმეტესად, მაგალითად ესტონეთში 24%-ია და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ნაკლებიც არის. DRG-ს ზღვარს რაც შეეხება, რომელიც ასევე დღევანდელი ჩვენი განსახილველი ძირითადი თემაა, 100,000-იან ზღვარს, ეს ზღვარი სხვადასხვა არის სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში არის 20,000 ევრო, 30,000 ევრო, შვეიცარიაში მაგალითად არის 100,000 ფრანკი, რომელიც ბევრად მეტია ვიდრე ჩვენი 100,000 ლარი, თუმცა ბევრ ქვეყანაში უფრო ნაკლებია ვიდრე ჩვენთან და ზოგ ქვეყანაში ეს ზღვარი საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, იტალიაში, ესპანეთში არ არსებობს DRG-ის მინიმალური ზღვარი. თქვენ როგორც კომპანია დაიწყებთ ფუნქციონირებას, მაშინვე DRG-ის გადამხდელი ხართ. DRG იცით ალბათ რა არის დამატებული ღირებულების გადასახადი, ანუ ის ღირებულება რაც მოცემულმა კომპანიამ შექმნა და მაშინვე უნდა გადაიხადოთ. როგორც კი დაიწყებთ ფუნქციონირებას. რა განსხვავება DRG-ის ზღვარის არსებობასა და არ არსებობას შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და უკავშირდება რამდენიმე კუთხით უკავშირდება თითოეულ ჩვენგანს და საერთოდ მოვლენას, მაგრამ მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორია გადასახადები ამა თუ იმ ქვეყანაში. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის გადასახადი, ეს არის რეგრესული გადასახადი, ბრტყელი გადასახადი და პროგრესული გადასახადი. საქართველოში ძირითადად არის ბრტყელი გადასახადები, რამდენიმე გამონაკლისის შემთხვევის გარდა ჩვენ ბრტყელი გადასახადი გვაქვს. რეგრესული თუ პროგრესული გადასახადები, მთავრობებს როგორც ეს უფრო პროგრესული გადასახადები უყვართ ხოლმე, ბევრად უფრო რთულია როგორც საანგარიშოდ, ისევე ადმინისტრირების კუთხით, ისევე კომპანიის ხარჯების კუთხით და ამიტომ ბრტყელი გადასახადები რომ გვაქვს საქართველოში ძირითადად, ეს ჩვენი პლუსია და ჩვენ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ეს ალბათ აუცილებლად აღსანიშნავი მომენტია. საქართველოში ეს პლუსი გვაქვს. თუმცა DRG-ის შემთხვევაში ეს, ასე ვთქვათ, სიბრწყელე დარღვეულია ცოტათი და 100,000-იანი ზღვრამდე ადამიანი არ იხდის და ამის მერე უკვე იძულებულია, ვალდებულია დადგეს DRG-ის გადამხდელად, თუნდაც კერძო პირი იყოს. ასეთი შემთხვევებიც არის, რომ კერძო პირებიც ვალდებული არიან დადგენ DRG-ის გადამხდელად. და სწორედ ამიტომ არის ის ინიციატივა შემოსული, რომ ეს ზღვარი გაიზარდოს, რათა 100,000 ლარამდე ადვილად ხდება მიღწევა. წლის განმავლობაში 100,000-იანი ბრუნვა, დიდი ბრუნვა არ არის ცხადია და ამიტომ უნდათ მისი გაზრდა
უნდა შეტანილია შესაბამისი ინიციატივა. თუმცა მეორე პოზიციაც არსებობს და ლაპარაკია იმაზე, რომ გაუქმდეს ეს ზღვარი საერთოდ და დღის განაკვეთი შემცირდეს. მაგალითად, შვეიცარიაში დღის განაკვეთი არის 8.1%. ჩვენთანაც რო დაახლოებით ეს განაკვეთი იყოს, ზღვის გაუქმება ალბათ ნაკლებად მტკივნეული კი არა, საერთოდ არ იქნება მტკივნეული, იმიტომ რომ ყველა პროდუქტი გაიაფთება, რასთანაც კი ჩვენ შეხება გვაქვს. გაიაფებას გამოიწვევს ორი რამე, ის რომ განაკვეთი შემცირდა. ცხადია, გაიაფებს პროდუქტს ერთი მხრივ და მეორე მხრივ გამარტივდება როგორც ადმინისტრირება სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მენეჯმენტი ამ საკითხის კომპანიების მხრიდან. ეს სერიოზული არგუმენტია და ამაზე ღირს დაფიქრება. ამ საკითხზე სამჯეროდ თუ რომელი ჯობია და რომელი უფრო უპრიანი იქნებოდა დღეს შემცირება და ზღვის გაუქმება თუ ზღვის აწევა, რათა უფრო გვიან მოხდეს დღის განახილად დადგომა, დღეს სასაუბროდ მოვიწვიეთ ბატონი აკაკი ჩაგეიშვილი. გადაცემის წაყვანაში დამეხმარება ბატონი ნოდარ სირბილაძე. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა დახმარებისთვის. როგორც წესი, ჩვენ სტუმრებს ახლა მივცემ საშუალებას წარადგინონ თავისთავი. ნოდარ სირბილაძეს ალბათ თქვენ უკვე იცნობთ, ადრეც იყო ჩვენ გადაცემაში სტუმრად, მაგრამ მაინც გვეტყვის თავისთავზე ერთი სიტყვა, ხოლო ბატონი აკაკი დღეს პირველად არის, მეც პირველად გავიცანი და ისმეთ ბატონო აკაკი. პირველ რიგში დიდი მადლობა, გამარჯობა თქვენ ყველას. მადლობა, იმიტომ რომ ჩემთვის პირველი არ არის თქვა სატელევიზიო გადაცემაში ან სხვა ფორმატებში ყოფნა, ინტერვიუს მიცემა თუ ამ შემდეგ, თუმცა მსგავს რაღაც სასიამოვნო გარემოში, პოდკასტში, ასე ვთქვათ, პირველად ვარ. ნამდვილად როგორ მოხდა ესე არ ვიცი, თუმცა თქვენ დამსახურებით უკვე ეს ისტორიაც და პრაქტიკად შეიქმნება, ესე ვთქვათ. მადლობა დიდი. თავარია საინტერესო გამოვიდეს და კიდე გავაკეთოთ. იმედი მაქვს, თავისთავად და განწყობა ყოველ შემთხვევაში ეს არის. რაც შეეხება ჩემს შესახებ, მოკლედ რომ ალბათ საინტერესოდ მივაწოდოთ მსმენელსაც და მაყურებელსაც და ერთიანობაში ყველასთვის რა კავშირი მაქვს გადასახადებთან და DGG-სთან, ასე ვთქვათ, ჩემი წარსული მოღვაწეობიდან გამომდინარე. განათლებით ვარ იურისტი, პროფესიული საქმიანობით ვარ ადვოკატი. თუმცა პირველივე, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ნაბიჯებიდან მკაცრად მაქვს დასახული და ასე მოვდივარ ყოველ შემთხვევაში, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, მეტად ვიყო გაცნობიერებული. თავისთავად ცხადია, გამოწვეულია ეს იმით, რომ იურისტებს არ უყვართ ეკონომიკა. შესაბამისად, ნებისმიერ სიტუაციაში მუდმივად კონფლიქტი არის ხოლმე იურისტებს, ეკონომისტებს, იურისტებს, ფინანსისტებს, იურისტებს, ბუღალტრებს და რო აღარ გავაგზელო ინვესტიციების თუ გადასახადების მცოდნეებს შორის. ამიტომ ერთი პრობლემაა ძირითადად იურისტები უფრო ემხრობიან ფორმალისტურ ლოგიკას. თუ კანონში წერია კონსერვატიულად, ასე ვთქვათ, შესაძლებლობების დაშვება ნაკლებად ხდება იურისტების მიერ, განსხვავებით ადვოკატი უკვე პროფესია, ამიტომ ჩვენ და მეც პროფესიული დავალება ისა მაქვს კი არ აგიკრძალოთ რაიმე და უარი კი არ გათქმევინოთ რამეზე, არამედ მოგცეთ შესაძლებლობა, რომ გზები ვიპოვოთ, როგორ გამოვიდეთ რაღაც გარემოებიდან. ეს სიმკაცრე ხარ, რაც ჩემში არის ჩამოყალიბებული მამაჩემიდან მოდის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ოჯახს, როდესაც რაიმე დაჭირდა, თუნდაც ჩემი სტუდენტობის პერიოდში და რაიმე კითხვას დამისვამდნენ, მე, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, იმ ცოდნით, რაც მქონდა, მივყვებოდი, როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილიყო, ამას რა დრო დაჭირდებოდა, იქ თქვათ უგზო-უკლოდ აღიარების საკითხი იყო, მე გარდაცვეთვას, ამას 2 წელი უნდა, იმას 3 წელი უნდა, ამას რო ვიზამთ, ვერ იმას ვიზამთ და ამასობაში 15 წელი გადიოდა ერთი პასუხის გაცემისთვის ის, რაც თქვათ აინტერესებდათ. ამიტომ მამამ ძალიან მკაცრად მითხრა, რომ არ მჭირდება არც შენიშთან და იურისტი და თავისთავად ცხადია სტუდენტობის პერიოდში უკვე ძალიან ადრე დავფიქრდი იმაზე, თუ რა შესაძლებლობა
შესაძლებლობებით შეიძლებოდა ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება, რომ ეს ყოფილიყო სწორი, გამართული და დახმარებოდა ადამიანს. ამიტომ უკვე ადვოკატის პროფესია ამაშია, რომ ბევრი ვიცოდე ეკონომიკაზე, ეკონომიკურ ფილოსოფიაზე, მდგენელებზე, მაკროზე, მიკროზე, ფინანსებზე, გადასახადებზე და ჩემი პირველი ნაშრომი, ასე ვთქვათ, სამეწარმეო ურთიერთობებთან დაკავშირებული იყო. სადიპლომოც უკვე შემდგომში ასპირანტურა და ამან მოიტანა ის, რომ წლების განმავლობაში როგორც კერძო სავაჭრო სამართლის ლექტორი, ესე მოღვაწეობდი და პარალელურად საადვოკატო საქმიანობით ვიყავი, რა თქმა უნდა, დაკავებული. ამის შემდგომ უკვე მქონდა ესეთი ბედნიერება, 2001 წელს შეიქმნა საგადასახადო რეფორმის ჯგუფი საქართველოში. 10 გარდაცვლილი მაყურებელს და ჩვენი ხნოვანების ხალხს თქვენ სავარაუდოდ კარგად გახსოვთ ნიკო ორველაშვილი. ნიკო ორველაშვილი იყო ამ ჯგუფის ხელმძღვანელი. 7 ადამიანი ვიყავით. ნიკო ორველაშვილს ეკუთვნის ფრაზა ან მოგვისმინეთ, ან ფული გადაგვიხადეთ, როდესაც არაჩვეულებრივი ცხონება მის სახელს. ირაკლი შავიშვილი, სტივენ ტაპერი იყო ჩვენი საქართველოს. ყავდა სტუმრად. ხო, აუცილებლად შევეხმიანები. შესაბამისად, თემური იყო ჭელიძე სამწუხაროდ აუდიტორი, ნოტარიუსი არის ზოიძე ოთარი გეცოდინებათ და აი 7 კაციანი ჯგუფი, კოსტია გარბატკოვი საგადასახადო სპეციალისტი იმ პერიოდისთვის ძალიან კარგი ადამიანი და ჩვენ შევქმნით მოდელი და კოდექსი ახალი საგადასახადო უკვე 2002 წელს და 2003 წელს საქართველოს პარლამენტმა ეს კოდექსი მიიღო პირველი მოსმენით და ამას შემდგომ რევოლუცია მოყვა და ამიტომ ის კოდექსი ვეღარ გამოვიდა, ასე ვთქვათ, იმიტომ ნოემბერში რევოლუცია იყო და ზაფხულში პირველი მოსმენით იყო მიღებული და ელოდებოდა შემოდგომას ეს კოდექსი. იმიტომ რომ ის არ დაკარგულიყო და ამ ადამიანების 8 წელი ახლა სამწუხაროდ გარდაცვლილია ნიკო და ასე შემდეგ, მე მოვახერხე ის, რომ დავარეგისტრირე როგორც საავტორო უფლებები ამ კოდექსთან მიმართებაში და სერტიფიკატი ყოველ შემთხვევაში ავტორის დღეს ამ ადამიანებზე 7 ადამიანზე, მათ შორის ჩემი ჩათვლით ეს გვაქვს. შესაბამისად, აქ ძალიან ნოვაციური ბევრ რამეზე შემილიხა ამ საკითხზე, არ ვიცი ირაკლი ამ საკითხებზე ისაუბრა თუ არა. არბიტრაჟის საკითხი შემოვიტანეთ იყო კიდევაც სააკაშვილის პერიოდში, მაგრამ იმიტომ რომ სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდა არბიტრაჟი გაუქმდა. არ დაუშვეს, მერე დაგვირდნენ რომ უცხოელებს ჩამოიყვანდნენ, რომ იმათ, ასე შემდეგ და გულის ტკივილი და ცრემლით შემიძლია ეს პერიოდები გავიხსენო, რაც იმუშავე და რაც გააკეთე, რომელსაც ხალხისთვის სარგებელი უნდა მოეტანა, რომ აღარ ინერგება და აღარ კეთდება. თუმცა მეტნაკლებად რაღაც პრინციპები მაინც დაინერგა. პრინციპებს რაც შეეხება ჩვენ, რეალური მოდელი სხვა ქონდა, კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შესულიყო, არავის არ უნდა ქონოდა იმის უფლება და დღეს ეს არის ერთ-ერთი პრინციპი ქარტიაში ეკონომიკურში, რაც გვაქვს, რომ ვთქვათ, არ შეიძლება გადასახადების გაზრდა და აქციზის შემდგომ სააკაშვილმა თვითონ ჩაამატა ამ ნაწილში. ჩვენ კონსტიტუციური დაშვება ქონდა, რომ მინიმუმ 5 წელი საგადასახადო ურთიერთობებში თუ კი რამე წესრიგი არსებობდა, 5 წელი არ უნდა შეცვლილიყო. ეს იყო გარანტია ჩვენ ქვეყანაში ინვესტორისთვის იმისა, რომ რა საქმესაც დაიწყებდა, ეცოდინებოდა, რომ მინიმუმ 5 წელი იმ სისტემაში იქნებოდა და მას არაფერი და არავინ არ შეეხებოდა. როგორც მახსოვს აქციის იმ პრინციპში ვრცელდებოდა, მაგრამ კანონი როცა მიიღეს, უკვე იქ არა, მაგრამ იქ იყო კონსტიტუციით გათვალისწინებული. ანუ აქ არ იყო, ასე ვთქვათ, სხვა მოდელი იყო რა, იმიტომ რომ არბიტრაჟს რომ იმუშაოს გარდა ადმინისტრაციული დებულებებისა, იმიტომ რომ არბიტრაჟი კერძო გარიგების ნაწილია, ასევე კერძო სამართლებრივ საკითხებში უნდა ყოფილიყო ცვლილებები და ამას კონსტიტუციური დაშვება ჭირდებოდა. ეს არ გააკეთეს და ისე მიიღეს, ჩვენ დაუკითხავთ უკვე იმ ძველ კოდექსში ეს რეფორმატორული საკითხები და თავისთავად ხადია ბევრი რამ გამელწელია. ეს არის, ანუ როგორც გითხარით, პირველი მიღება 2003 წლის ზაფხულში იყო
და უკვე 2004-ში ახალი კოდექსი მიიღო სააკაშვილის ხელისუფლებამ, ეს ჩვენი დებულებები დაუშვეს გარკვეული, იმიტომ რომ პირველი პრინციპი ჩვენი ის იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო გადასახადების რაოდენობა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩვენ ვითვლიდით 18 საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადს, ამას 3 საგზაო ფონდის კანონი ცალკე იყო, საწვავ საფოხი და ასე შემდეგ და 21 გადასახადი იყო, პირველი პრინციპი იყო, რომ შემცირებულიყო ეს და დავიყვანეთ 5-ზე, მე 6-დან დღეს 7-ს ვამბობთ, იმიტომ რომ მიწა და ქონება გაყოფილი ერთმანეთში და ერთად მოიაზრება ცალკე და სამუშაო ამ მხრივ, ამაზე ალბათ სხვა გადაცემაში მოკლედ ვთქვით. და თან არ ვიცი რამდენად ვასწრებ დროში. და ეს იყო ყველაზე მთავარი და რაც მთავარია ნორმატიული აქტები. აი ყველაზე მეტად რაც დღეს ჩვენს ყველა შემოწმებულ კომპანიას აწუხებს არაპირდაპირი ანუ არაპირდაპირი ათვლის მეთოდი მიმდინარეობს ძირითადად კომპანიებში სადაც შემოწმებები მიდის და სამწუხარო რეალობა ის არის რომ ინსტრუქციებით და ეგრეთ წოდებული მანუალები ქვია ეს არის სახელმწიფო პრინციპები ადრე შიდა ცირკულარული წერილები იყო შიდა ცირკულარული წერილები იყო საგადასახადოში და ეხა მანუალებს ეძახიან ბუღალტრები და სახელმწიფო ასე ვთქვათ არის მათთვის შემოწმებლებისთვის ამიტომ ეს რო არ ყოფილიყო და გილაურის ხელმოწერით 449 და 496 თუ არ ვცდები ეს არის ადმინისტრირების და გადასახადების ინსტრუქციები ანუ გაერთიანეთ ჩვენ არ გვინდოდა რომ საგადასახადო კოდექსთან მდევი ქონოდა რაიმე ინსტრუქცია ანუ დებულებები და ნორმები რომლებიც ავსებენ ჩვენ გვინდოდა რომ საგადასახადო კოდექსში ყოფილიყო მხოლოდ ყველა ის ნორმა რომელიც შემდგომში არ იქნებოდა ქვენორმატიული განშლის საკითხი ანუ დღეს იგივე აქციზი DGG რაზეც ახლა ვსაუბრობთ ასე შემდეგ ახლა შავისიები რო გაჩნდა და სხვა და სხვა ეს ყველაფერი არის უკვე ნორმატიული ანუ მინისტრის დამტკიცებული ბრძანებით ადმინისტრირებადი საკითხები რაც 996 და 994 რაც ჩვენ არ გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენ გვინდოდა რომ ყველაფერი ყოფილიყო კანონით გადაწყვეტილი იმიტომ რომ მინისტრი როდის შეიცვლება პრეზიდენტი როდის შეიცვლება პრემიერი როდის შეიცვლება ამაზე არ უნდა იყოს გემოვნებაზე ანუ ერთი ადამიანის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედი ინსტრუქციის შეცვლის აქციზის განაკვეთი იქნება ეს თუ სხვა რა ვთქვათ მაგ დროს თვითონ ბიზნესის გაურკვევლობაში არის რა თქმა უნდა აი წარმოქმნების გადასახადის კუთხით თუნდაც თუ სხვა ანუ ადმინისტრების კუთხით შეცვლი დეკლარაციის ფორმას იქ რაღაცის შესაძლებლობა აღარ გეძლება ამიტომ ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო კანონში რომ პარლამენტს ემსჯელა ამაზე და შესაბამისად უფრო მაღალ დონეზე ვერ მოხდებოდა გადაფარვა იმისა რაც შეუძლია თქვათ მინისტრმა გააკეთოს ან სხვა ვინმე ამიტომ კორუფციის ელემენტი რა თქმა უნდა ხა ბევრ ამაზე ვფიქრობდით კეთილშობილური ქონდა ასე თქვათ განზრახვები როცა ამ ყველაფერს ვაკეთებდით და ესეც ერთ-ერთი უმთავრესი იყო რომ სიმარტივე ყოფილიყო და სიმკაცრე ყოფილიყო გადასახადები უნდა ყოფილიყო მარტივად ადმინისტრირებოდი თუმცა მკაცრი იმიტომ რომ ეს აუცილებელია გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ თუმცა სამართლიანი უნდა გადავიხადოთ და ასე შემდეგ კანონის მიხედვით რაც არის განსაზღვრული უნდა გადავიხადოთ არაპირდაპირ მეთოდს შეეხება არაპირდაპირი მეთოდი დაახლოებით იგივე გადასახადზე უნდა გადიოდეს სწორად რო ანგარიშობდნენ იდეაში თუმცა საერთოდ ინსტრუქციით გავდივართ ზღვაში როგორც გვინდა ვიცურავთ როგორც გვინდა შემოვაბრუნებთ კიდევ რაც იყო მთავარი პრინციპი რაც უნდა ყოფილიყო რომ გადასახადი პირველი პრინციპი რაც გვეწერა სახელმწიფო და გადასახადის გადამხდელი არიან პარტნიორები უნდა იყვნენ ნუ ჩვენ გვეწერა არიან ხო უნდა იყვნენ იმიტომ რომ ეს ყველაზე სავალდებულო თეზისი იყო რომ პარტნიორად ეგრძნო გადასახადის გადამხდელს თავი ამიტომ ჩემს სალექციო მასალაში ეს შესულია თავის ზოზე ხო აღარ ვკითხულობ ლექციებს უკვე დიდი ხანია ყველა სტუდენტს ვასწავლებ იმას და პირველი კითხვა კომპანიას სამწაროს რამდენი მინიმუმ პარტნიორი შეიძლება ყავდეს კომპანიას რა თქმა უნდა ლოგიკით ყველა მეუბნება რომ ერთი მეუბნები ნუ მატყუებთ ნუ მატყუებს და ამით კარგად ამახსოვრდებოდა სხვათა შორის და რატომ არის ორი რაც არ უნდა გააკეთო უპირატესი პარტნიორი არის სახელმწიფო რომელსაც პირველ რიგში მიაქვს შენ გაკეთებულზე რაღაცა ხო
ну წილი ასე დავარქვათ, იმიტომ რომ იმ ბიზნესის რო არაფერი გაგეკეთებინა, ხო არაფერს აიღებდა. შესაბამისად, შენი პარტნიორი არის, გინდა თუ არ გინდა. ამიტომ ეს ერთი პირზე დაფუძნებული ხა სამოქალაქო განსაზღვრებით გასაგებია, თუმცა პრინციპულად ორი პარტნიორია მინიმუმ. აქედან იწყება საქმიანობა. შესაბამისად, ის უპირატესია და რჩება. ხო, ამიტომ პარტნიორი უნდა ყოფილიყო. ეს იყო აუცილებელი პირობა, რა თქმა უნდა. ну პრინციპები კიდევ ბევრი ქონდა სამწუხაროდ. ну ამას მე მოყვა ის რომ სააკაშვილის რეჟიმი ეს ყველაფერი გავიარეთ, მე ну ისე მოხდა რომ ჩემ პროფესიულ კარიერაში კლიენტები პრაქტიკულად მეგობრები არიან დღესაც, ანუ ვისთანაც ურთიერთობა მაქვს და კომუნიკაცია და ვისაც ვემსახურებით და აღმოჩნდა ესე რომ ბევრს იჭერდნენ, იმიტომ რომ გადაგრეხვის გარეშე სიმართლე თუა სხვას ვერ ათქმევინებ, ხო? და ამიტომ იძულების მეთოდის გამო ბევრმა მერე მთხოვა, რომ რადგან ვიცოდი ეს და ნუ მესმის გადასახადო ფინანსური ეს საკითხები, ამიტომ უკვე იძულებული გავხდი, რომ გავყოლოდი ბოლომდე, ასე ვთქვათ, ციხის კარის მდგომარეობამდე და იძულებული გავხდი ამ სამოქალაქო და საგადასახადო ფინანსური სპეციალიზაცია უკვე შემეთავსებინა სისხლის სამართლის მიმართულებით და დღეს უკვე, ასე ვთქვათ, ეკონომიკას, ფინანსებს, რაც შეეხება გადასახადებს, შავ ფულს, გათეთრებას, ну ასე აღარ მინდა გავაყოლო ეს მოტივი ნეგატიური, ყოველ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი გადაფარვაც მაქვს, ასე რომ ამ მიმართულებით შესაბამისად მზად ვარ, რომ ბევრ კომპანიაში მე მიღია მონაწილეობა რკინიგზის სამეთვალყურო საბჭოში ვიყავი. ქართული ფილმის სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე გახლდით. სხვადასხვა რეფორმატორულ კომისიებში ყოფილ ვარ, ვიყავი კანონების წერაში და ასე შემდეგ, ძირითადად და ну ალბათ მხოლოდ და მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ ეკონომიკა, ფინანსები და ეს მიმართულება სამართლებრივად ყოფილიყო შემრიგებლური უკვე პროფესიონალ ეკონომისტებთან და პროფესიონალ ბუღალტრებთან და ასე. ზმური რამდენიმე გადაცემა უნდა კონტროლორი გლახდა. ძალიან ისე ხა ჩავერთე გამახსენდა ეხლა ჩემი თქვენ რასაც საუბრობთ, ეგ ძალიან იშვიათობაა ხოლმე, რაც მე ყოველთვის ვამჩნევდი ხიჩატეხილობას ეკონომისტებს, ფინანსისტებსა და შემდგომში იურისტებს შორის. ну ეხლაც ესეა, მაგრამ ის რომ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს პოზიტიური. ხო, ჩემზეც გეტყვით ერთი-ორი სიტყვის და დავიწყოთ საუბარი პრინციპში ამ DRG-ს ნაწილზე, ну ბევრ დროს არ წაგართმევთ მრავალპროფილური გამოცდილები თუ თქვენ კი იცით ყველა მედია სივრცეში ეკონომიკური გადაცემების წაყვანა, ლექტორიც ვარ, მასწავლებელიც ვარ ეკონომიკის და მეწარმეობის მიმართულებით და ну გარდა ამისა, ეს ბოლო რეგალია რაც ახლა მაქვს, ეს არის თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დირექტორი ვარ, იმ ასოციაციის, რომლითაც ეს DRG-ს თემა კვლავ წამოვწიე წინა პლანზე და ძალიან მიხარია, შემდგომში მედია სივრცეებიც აქვთ და მათ შორის თქვენს ბატონ ნოდარ, დიდი მადლობა, იმიტომ რომ დღეს რასაც ვისაუბრებთ, ეს ვიდეოები მე გავრცელდება და უფრო მეტ ადამიანამდე ერთი რაც ფაქტია, რაც მოსინჯეთ, ბევრი ბიზნესი გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ აი რა კარგია, რომ ამაზე საუბარი დაიწყეთ. და ეხლა რაზე იყო? არა მხოლოდ ბიზნესი, ადამიანებიც. არა, მე ვიცი ბიზნესები, რომელიც მოგებაზე გავიდა და რომ მიუახლოვდა 100,000-იან ზღვარს, გააჩერა ბიზნესი, იმიტომ რომ ჩემ кейსებსაც მოგიყვება, მიხვდა, რომ DRG-ს გადახდის შემთხვევაში ხო, ცუდად იყო მის საქმე, დაბკოლებების კუთხით მათ შორის. იმიტომ რომ ყველადან ვერ იღებ ჩათვლას, რასაც ყიდულობ, ისეთ რაღაცასაც ყიდულობ, რასაც ჩათვლა არ მოხდება DRG-ს. კი ბატონო, ზუსტად ასეა და ბევრი ამ გამოწვევის ფონზე სხვადასხვა გზებსაც მიმართავენ ხოლმე და შეგვიძლია кейსობრივადაც ყველაზე მთავარზე შევეცადოთ, იმიტომ რომ ახლა მას 1 საათის განმავლობაში ბევრს ვერ მოვასწრებ. ხო, ანუ მთავარი ჩვენ რაც მოვითხოვეთ, აი DRG-ზე თქვენ გქონდათ ვრცელი შესავალი, 100,000 ლარიანი ზღვარი და ჩვენ მოვითხოვეთ ამ ზღვარი 300,000 ლარამდე გაზრდა. ბუნებრივია შემდგომში აი ბატონ აგაკისაც ჰქონდა პოზიცია სხვა ადამიანებსაც, რომ აი რატომ 300,000 და არა მაგალითად ნახევარი მილიონი ლარი და ასე შემდეგ. იყო ესეთი მოსაზრებები, უბრალოდ მინდა ახსნა ჩვენი ლოგიკა, ჩვენ რატომ წამოვედით და წავედით აი ამ მიმართულებით.
პირველი რამაც ეს ნახა თქვენ კი იცით და თქვენს ჩემი ხედვა ხო რაც უფრო ნაკლებს გადაიხდის ბიზნესი ჩემთვის უფრო მეტად უკეთესია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ძალიან ვრცელი ეკონომიკური ჯაჭვია რომ რაც ცოტა სიხდის მეტი რჩება დანაზოგია ხო სამართლიანად ნაკლებს კი სამართლიანად ნაკლებს და მეტი რჩება დანაზოგი ეკონომიკიდან ვიცით რომ ინვესტიცია ნიშნავს ეკონომიკურ აქტივობას უფრო მეც და ეს ლოგიკური ჯაჭვი მოკლედ ეწყობა რაც შეეხება 300,000-ზე რატომ შევთანხმდით აქ პირველი რითაც ამოვედით რეალურად ორი ფაქტორია ერთი რომ სისტემა სადაც ვართ აქ შენი რაღაცის გატანა არის ურთულესი და ბარუც თუ შემახსენეთ ბოლო წლებში მთავრობის იქით რაცა ორგანიზაცია ან კომპანია ყოფილიყოს რომელსაც მოეთხოვს რაღაცა ისეთი რომელიც სხვაზე ნეგატივზე გავლენას არ ახდენს ამას გულისხმობ და მთავრობას ეფიქრა რომ ეს რა კარგია მოდი ეს ინიციატივა განვიხილოთ მე ნაკლებად მახსენდება სამწუხაროდ ამიტომ ის რომ მთავრობა როგორც ასეთი წაუყურებს ხოლმე ხშირად ინიციატივებს. ეს იყო ერთი ფაქტორი 300,000 ლარზე რატომაც ვიფიქრეთ და მეორე რატომ 300,000 აი იმ წაუყურების ფონზე რო უფრო ლოგიკური გამოსულიყო ჩვენ პირველი არგუმენტი რითიც ვიმოძრავეთ იყო ის რომ 2025 წელს 100,000 ლარი 800,000 ლარობდა დღეს 100,000 მაშინდელი 100,000 ლარის ყიდულობით დღეს მაშინდელი 100,000 ლარის სყიდულობით უნარი რო შეინარჩუნო, გჭირდება დაახლოებით 300,000 ლარი, 280,000 ლარი, იმიტომ რომ 2005 წლიდან დღემდე აი ფასები დაახლოებით გაიზარდა 3 ჯერ, აი 2.8 ჯერ. ამას ნუ ხა ლარის ნომინალური კურსის გაუფასურებაც მოყვა ასე შემდეგ და ანუ ჩვენ გვინდოდა ისეთი არგუმენტაციით წარდგენილი ყავით ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც ეფუძნებოდა პირდაპირ ლოგიკას. მაშინ ეს იყო, მოდი ეხა გაიზარდა, აი აქამდე გაზარდა. 9,000,000-ზე ბატონო დიდი სეონები წავიდოდი უბრალოდ იმ სისტემიდან გამომდინარე რაში ჩვენ ვართ გვინდოდა ამ თემის შედეგების რეალისტურობის ალბათობა გაგვეზარდა და ამიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი პასუხად მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსგან და შეიძლება თუ დრო დაგვრჩა ამაზეც მიმოვიხილავთ ისეთი ტიპის არგუმენტები რომელიც გულწრფელად რომ გითხრათ ჩვენი არგუმენტები უფრო არ ჩვენ ჩაგვეწერა ეგ არგუმენტები უფრო ჩვენი არგუმენტია ვიდრე მათი ნუ რაღაცა დააწერე ძალიან გავდა მაგის პრელუდია რაც ვიცი შეიძლება ასეც ყოფილიყო და მოკლედ ამით ამ პასუხითანაც კი ჩანდა რომ ჩვენ ამ მიმართულებითო მოკლედ ჯერჯერობით არაფერს არ ვაპირებთ რა თუმცა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ახლა მათი პოზიცია გასაგებია მაგრამ ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ რომ ეს გავაღვიოთ კიდევ უფრო მეტად ამიტომ ბატონო აკაკი დავწყოთ მაშინ ბატონი აკაკისგან მისი პოზიცია დელეგესთან დაკავშირებით როგორია ორი პოზიცია გვაქვს სინამდვილეში ერთი აიძიოს ეს ზღვარი მინიმალური 300,000-მდე თუ 500-მდე ეს მეორე საკითხია და მეორე გაუქმდეს დელეგეს ზღვარი და შემცირდეს დელეგი კი ბატონო მე მეორე სუჭერ უფრო მხარს. თუმცა შეიძლება ამის წინააღმდეგ არგუმენტი იყოს ეგ არარეალური ახლა გინდა ეგეს არავინ არ შეამცირებს ჩვენთან მაგრამ ამის წინამძღვრებიც არის და მთლად ისე არ არის ეგ აზრი რომ არ შეამცირებს მაგის წინამძღვრებიც არის იყო ქვეყანაში უკვე ამ თემებზე საუბარი ერთ პერიოდი ჟურნალისტებიდან და მასმედიიდან აიწია შეიძლება თქვენთანაც იყო განაცემებში რომ შედარებები წავიდა ანუ სეგმენტურ პროდუქციაზე და ამის წინამძღვრებიც არის ასე რომ იმეც გაზრდა პოზიტიური არის ნაწილზე მაღალი რომ იყო სუსტადზე დაიწყო თურქეთმა გააკეთა იგი და ჩვენ სხვა გავაკეთებთ კომისია ამას გააკეთებდა თუმცა იმ სტუდენტებმა რომლებმაც ის საბაკალავრო ნაშრომი დაწერეს რაც შემდგომ წიგნად იქცა ეთყობა არ იცოდნენ იმდენი თქვათ გადასახადებზე და ამიტომ არ დაწერეს ჩემი აზრით ისე სეგმენტირება მაინდა-მაინც არ მოწოს მაგრამ თურქეთში არის ეგეთი რაღაცა რომ ზოგიერთ პროდუქციაში არა მაგალითად მომყავს 8% არის ზოგიერთ იმაზე ზოგიერთზე 18 და ეს თავისთავად ჩვენთანაც არის რაღაც ესეთი იმიტომ რომ სამედიცინო იმაზე წამლებზე და იმაზე დერეგი არ ერიცხება როგორც მახსოვს ხო თუ მეც ეგისგან უბრალოდ გათავისუფლებულია ეგისგან არის კიდე რა გამონაკლისები რომ დაუშვათ ნულოვანი დერეგატი იბეგრებიან საელჩები და ეს კი ხო იქ იმიტომ რომ იქ ის არითულებაში კეთილი ამებზე ხო რო არ გადავიტანო სხვა მართლებაზე ჯერ თუნებას დამრთავთ გავაკრიტიკებ
თავისუფალი ადამიანების ნებას, რომ მაინც ჩემი სიმკაცრი ადვილი იყოს ადმინისტრირების. და რატო? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ შეკითხვას დავსვამ რიტორიკულ ცხადია, რა უნდა ჩვენ სახელმწიფოს? გადასახადი ეს არ არის რაღაცა მოცემულობა, რომელიც მინდა და აი როგორც ვისაუბრე ინსტრუქციებით რო არ გვინდოდა რომ გადასახადები ყოფილიყო და ინსტრუქციებით ადმინისტრირება რო არ უნდა მოხდეს და იგივე DGG-ში რაც გვაქვს ახლა შავსიაში რო ჩაქრთავენ და ვერ მიიღებ ჩათვლას მანამ სანამ არ გამოგისწორ, ნუ ასე შემდეგ ეს რა არის ხო? ანუ საიდან მოდის? გადასახადი ეს არის ფილოსოფია. ეს არის ქვეყანაზე, ქვეყნის დოქტრინაზე ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ მიმდინარეობაზე, სამხედროზე, საზღვარზე, ტერიტორიაზე, ეკონომიკურ შიდა მეურნეობაზე გათვალისწინებული მოცემულობები, რომლითაც უნდა იარსებოს და ისაზრდოს როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო ბიზნესმა და ასევე მომხმარებელმა, რომელიც ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, რიგითი გადასახადის გადამხდელები არიან. ამიტომ ზოგადად ესე არის მიღებული, რომ პირველი გადასახადები, რომლებიც გაჩნდა, ეს აი მონათლობეულიდან რო ავიღოთ, შეიძლება წიგნებიდანაც გვახსოვს ეს ანაბეჭდივით, მონას ვთქვათ, ერთი ფეხის მტკაველა ვთქვათ, მხოლოდ მიცემდნენ რაღაც მიწას ნაკვეთიც არ ქვია იმასაც პატარა მონახას და იქედან იყო ეს მისთვის გადასახადი, აქედან უნდა ეხადა. ან მე უკვე შემოდა ძირითადად მიბმული იყო ეს გადასახადები ქონებასთან. ამიტომ პირველი ასე ვთქვათ, პრაქტიკით ეხა ზოგადად საბაჟოები თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ეს უკვე სახელმწიფოთა ურთიერთობები იყო და საბაჟო, მაგრამ სანამ ეს საბაჟო იქნებოდა, მიჩნეული არის, რომ ქონებიდან მოდის. შესაბამისად, რა ქონებას ვბეგრავთ, როგორ ხო და ამას მოყვება უკვე შემდგომ საბაჟო და სხვა და იგივე დამატებითი ღირებულება, აქციზი თუ ასე შემდეგ და შემოიღეს პირველად დამატებითი. ამიტომ ვაკეთებ გაშლას, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევხედოთ რა არის გადასახადის ფილოსოფია, რისთვის გვინდა. აი მოდით ახლა DGG-ზე რო ვსაუბრობთ, ხო? აი რიტორიკულად რა თქმა უნდა, რისთვის რა გვინდა დამატებითი ღირებულების გადასახადი? აი რა გვინდა და რაში გჭირ, რას ემსახურება? რისთვის არსებობს? რა უნდა გააკეთოს? რა უნდა ამუშაოს მან? რა უნდა შეზღუდოს თუნდაც? რა აქვს პლუსი და რა აქვს მინუსი? აქედან უნდა ამოვიდეთ, ხო? აქედან გამომდინარე, ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი, როცა ესე ვიაზროვნებთ. თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელი სამართლებრივი სივრცის ქვეყანა ვართ. იცით თქვენ ახლა, რომ ძირითადი ნაწილი სამართლებრივი სივრცისა იყოფა ორ ნაწილად. ეს არის რომაულ-გერმანული და ეს არის ანგლო-საქსური. და არაბული ქვეყნები ძირითადად ანგლო-საქსურისკენ უფრო არიან, ხა რატო და რისთვის ეს ისტორიკოსებმა ისაუბრონ, მაგრამ ასე კონტინენტური სამართალი ავირჩიეთ. ჩვენ არა სამწუხაროდ რატო? თავარ ეს სწორად ვიცოდეთ. უბრალოდ ჩვენ საგადასახადო მოდელი გვაქვს ანგლო-საქსური მიმართულებიდან და ის ნორმები, რაც საქართველოში მოქმედებენ გარიგებებს რაც ჭირდება, მეწარმეს რაც ჭირდება, თუნდაც აი ამ პოდკასტის საიჯარო ფარც რაც ჭირდება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომაულ-გერმანული, ანუ კოდიფიცირებული სამართლის ნაწილში ვართ. ანუ ყველა გარიგება საქართველოში რაც ხდება და ხარვეზებისად გვაქვს ამასაც გავუსვამ ხოლმე. ყველა გარიგება რაც საქართველოში იდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმებიდან გამომდინარეობს, ყიდვა, გაყიდვა, იჯარა და ასე შემდეგ. თუმცა ყველა გადასახადი რაც კი გვაქვს ამ შემთხვევაში და მოდელი ფილოსოფია სამართლებრივი არის ანგლო-საქსური. იმიტომ რომ აი ძალიან მარტივად რო გითხრათ, გვაქვს მოთხოვნა მიწოდება, რომლის დროსაც ანგარიშფაქტურები იწერება და ზედნადებები იწერება საქონლის მიწოდების დროს. ამ ანგარიშფაქტურაში და მიწოდების ზედნადებში. სადმე წერია მყიდველი და გამყიდველი. ახლა ვიზუალურად თუ გახსოვთ ანგარიშფაქტურის სათაურები. წერია მიმწოდებელი და მიმღები. სამოქალაქო კოდექსი იცნობს ყიდვა-გაყიდვას, თხოვებას, დროებით გადაცემის ფორმებს, თქვათ, უზურფრუქტის თუ ასე შემდეგ. ამიტომ
ეს თანხwebdra სამოქალაქო გარიგებებისა, რასაც მერე მოყვება ადმინისტრაციული ნაწილი, ხო? იმიტომ რომ საგადასახადო რეჟიმი ეს არის ადმინისტრაციული სამართლის ნაწილი და გარიგებას ვდებთ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში და ბუღალტრები ეგრევე ადმინისტრირებას, ანუ ბუღალტრებს შევყავთ ადმინისტრაციულ სამართალში და კომპანიის ხელმძღვანელები მოქმედებენ სამოქალაქო რეჟიმით. აი ხა მითხარით, სად არის თანხwebdra, ვინ არის უპირატესი ბუღალტერი თუ დირექტორი, რომელიც გარიგებას დებს? მე ვერაფერი ვერ დავიძინე საერთოდ. ხო, ამიტომ დავსვი, ამიტომ თქვი, რა გვინდა გადასახადის ფილოსოფია, ჯერ უნდა ჩამოუყალიბდეთ რა სახელმწიფო ვართ. ვინა ვართ, რა გზით გვინდა რომ ვიაროთ და მე იმ გზით უნდა გავიდეთ. ჩვენ თუ სადმე გვინდა მივიდეთ, რას ვაკეთებთ, გავიხედავთ, დავზვერავთ, რა მარშრუტით შეიძლება მისვლა, უნდა შემოუაროთ, მთა უნდა გავჭრათ, გვირაბი უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ და მე იმ რესურსებზე ვფიქრობ, შეგვიძლია თუ არა ეს გავაკეთოთ და თუ არ შეგვიძლია გეგმის მოდიფიცირებას ვაკეთებ და ამიტომ მე ვსვამ კითხვას, რა უნდა ამ დღეს, რა უნდა გადასახადა, რა არის ფილოსოფია, რისთვის არსებობს? ეს ხო იმიტომ არის, რომ ჩვენ კეთილდღეობას მოხმარდოს და ჩვენ თუ უკმაყოფილო ვართ, ხელისუფლება რისთვის არსებობს? ნახოს, რომ ადამიანები უკმაყოფილოები არიან და AI-დან კი არა მოიღოს პასუხი და ის გვიპასუხოს. შეხედოს რა შეიძლება გავაკეთოთ. ამიტომ მოვიყვანე ეს თემა იქამდე, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ იქნება სწორი. რატო ვაკრიტიკებ მაგალითად არაჩვეულებრივი ადამიანის ძალიან მიყვარს ეს კაცი, იმიტომ კაი მიდგომები აქვს და ასე ვთქვათ, მიხარია, თელ ცხოვრება ამისთვის მოღვაწეობდი მე და ის გუნდი, ვინც გითხარით და ის ადამიანები, ვისთანაც ერთადაც მოვდივარ, რომ რაღაცა დავნერგოთ, კარგი ქვეყანას მოხმარდეს. ხო, იმიტომ რომ ახლა უკვე ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რაც გვაქვს და არა ის თურქეთში როგორ არის, იქ რომ ჯერ ჩვენ როგორ გამოგვადგება იმაზე ვისაუბროთ, ამიტომ ამ როგორ გამოგვადგებაში გამოვტოვეთ ის ფაქტორი, რომ არ გავითვალისწინეთ ბევრი რაღაცები და ეხლა ამ მოცემულობაში ვართ, სადაც ვართ. ეხლა რა მოცემულობაში ვართ? დღეგე ზღვარი შეპესეებისთვის, სააქციოებისთვის, კომპანიებისთვის იმ მოცემულობაში ვართ, რამდენი იქნება ზღვარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ჭირდება კომპანიას დღეს, აი ნებისმიერ კომპანიას რო ვკითხოთ, ის ნოლიდანვე დგება გადასახადის გადახდელად DGG-ს აღრიცხვას და არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ იმპორტზე ორიენტირებული თუა და ასე შემდეგ, ექსპორტზე და სხვა, იმას ეს ჭირდება, ამიტომ რა ჩვენ რო ახლა მილიონიანი ზღვარზე ვისაუბროთ 10 მილიონიანზე, ბევრი კომპანია მოვიდა რა არის ბიჭო, მე მაინც ნოლიდან ვიწყებ და ჩემს ამას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავიდანვე გადამხდელი უნდა ვიყო. იმიტომ რომ გააჩნია რაზე აქვს მას ბიზნესი გათვლილი. შესაბამისად, ამის გარდა შემოდის კომპონენტი სახელმწიფო სად ეხიდება მაგალითად ბიზნესს რო განავითაროს და სტარტაპებზე რო საუბრობთ. საინვესტიციო კანონმდებლობა საქართველოში ახლა ჩემთვის შეიძლება არ მინდა ხანდაზმულობაზე ვისაუბრო და სიძველეზე, თუმცა პირველი საინვესტიციო კანონები რო გახდა, გაგახსენებთ 5 წლით მოგების გადასახადიდან იყვნენ კომპანიონები, ანუ საქართველოში კომპანიას თუ გახსნიდი, 5 წელი მოგების გადასახადიდან განთავისუფლებული ყავით. თუმცა ახლა იმ რეჟიმში გითხარით 21 გადასახადი არსებობდა და მარტო ერთი მოგება დიდ როლს არ მაინც სხვა გადასახადები. სამეწარმეო ბრუნვის გადასახადი იყო, გახსოვთ 1%-იანი, რომელიც მთლიანი ბრუნვიდან 1%-ს იღებდა მოგება არსებობს. ჩვენ რო დავთვალეთ თავის დროზე მე რა, ანუ ამ ეკონომისტებმა ვის ბედნიერებაც ჰქონდა რომ მათ გვერდით მემუშავა, აი ირაკლი ყავდათ, აგერნიკოვა ახსენე და ასე შემდეგ. ესე იგი, გადასახადი უფრო მეტი გამოდიოდა ერთჯერად ოპერაციაზე, ანუ კონკრეტული ოპერაცია ჰქონდათ აღებული, ანუ ვიდრე ფულს იღებდი, ანუ 100 ლარი თუ უნდა აგეღო, სადღაც 100 რაღაცაზე გადიოდა გადასახადის ოდენობა, ანუ იქეთ უნდა დაგემატებინა კომპანიაში ფული. ანუ შევარნაძის დროს თუ არ გამალავდი, შანსი არ ქონდა რომ რითი იყო გამოწვეული, ახლა ამასაც ობიექტური სუბიექტური მიზეზები არის და რითი იყო გამოწვეული, ახლა ამ მდგენელზე რო გადმოვიდე, რო გავაკრიტიკო 300,000-იანი, ხო? ეს რითი იყო გამოწვეული? გამოწვეული იყო იმით, რომ 1997 წელს მოხდა ჩვენთან 96-ში დასრულდა 17-დან შევიდა ძალაში კოდიფიკაცია საგადასახადო კოდექსის. იმ პერიოდამდე ჩვენ გვქონდა ცალკეული კანონი, ანუ DGG-ს შესახებ ცალკე კანონი ქონდა, მოგების გადასახადზე ცალკე, საშემოსავლოზე ცალკე, სოციალურზე ცალკე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ცალკე იყო და შესაბამისად ერთ სისტემას ადმინისტრირებას, ანუ კომპანია
კომპანია რო ასე ვთქვათ დარეგისტრირდებოდა, იმ პერიოდში ჯერ გამგეობების დონეზე იყო სასამართლოში სანამ გადავიდა. ესე იგი, 17 ადგილას უნდა მისულიყო, რომ აღრიცხვაზე დამდგარიყო სოციალური გადასახადის, ასე შემდეგ და დავტრებით და ამით მიდიოდა ეს ურთიერთობა. შესაბამისად სისტემატიზაცია არ იყო. 97 წელს უკვე პირველი კოდიფიკაცია გაჩნდა და პირველი კანონი მივიღეთ. ამ კანონში უკვე DGG-სთან დაკავშირებული და ის გრადაცია, რაც დღეს გვაქვს, ეხლა ნელ-ნელა რო აქეთ გადმოვიწიო, მცირე ბიზნესთან მიმართებაში, ანუ ინდმეწარმე გიყვავდა, მაგრამ მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადით, ესენი ნელ-ნელა შემდგომ შემოვიდა, მერე გაჩნდა რა, მიკროსაწარმოს ინსტიტუტი და ასე შემდეგ. ის კი არა, სამეწარმეო ამხანაგობის ინსტიტუტი გქონდა საერთოდ იმაში, რა ქვია, სამეწარმეო კანონმდებლობაში, ეს პერიოდიც იყო და ვერ დაადგამდა თავს საგადასახადო რა ხდებოდა, იმიტომ რომ სამეწარმეო ამხანაგობა რო ხარ, მეწარმეთა გაერთიანებაა და გადასახადი კონკრეტულად რომელს უნდა გადაიხადა და ერთად თუ ვიღაცა კოტრდებოდა სოლიდარულად ის იმის ხარ, დიდი, ერთად ძალიან ბევრი გამოვიარეთ, მაგრამ სამართალს არ შევხვედით და გემოვნების მიხედვით დავხვეწეთ მერე, ასე ვთქვათ, ის რაც დღეს გვაქვს და როგორი გემოგონება გვაქვს, აგერ ვაკრიტიკებთ, ხო? შესაბამისად, ის მდგენელი გვაქვს დღეს, რაც გვაქვს, ამიტომ რატომ გავაკრიტიკე 300.000-იანი ზღვარი. და შეპესებზე, სააქციოებზე და სხვა მეწარმე სუბიექტებზე გითხარით, ანუ როცა უნდა თქვენ რატო უდგენთ იმას ზღვარს, როცა უნდა იქიდან დადგეს. თავარია რა მიმართულებით არის, ამაზეც ვისაუბრებთ, ხო? არა, ესენი არ უდგენენ, ესენი ზოგადად 300 როცა ამბობს, უკვე ზღვარს ადგენს. ეხაც დადგენილია. კი, დადგენილია, ამას არა, განა თქვენ კი არ გაკრიტიკებთ. არა, მიდგომას ხო, მიდგომას აკრიტიკებთ. ხო. ანუ თქვენ ამოხვედით, რაც გვაქვს იქედან და შევხედოთ უფრო რეალურად, რაც გვაქვს. უფრო რეალურად ჩვენ დღეს გვაქვს ესეთი და რატო 500-იანი მე რატო ვთქვი და ზოგადად 1 მილიონის მომხრე ვარ. და შეიძლება მეტისაც. ოღონდ ამას პირობები აქვს. ორად არის მცირე ბიზნესი, ესეთი სტატუსი, რომელიც გამომდინარეობს ინდივიდუალური საწარმო არის ასეთი ინდივიდუალური მეწარმის ინსტიტუტი მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში და აქ ერთი ადამიანი რეგისტრირდები და შეგიძლია მთელი იმპერია შექმნა. თუმცა იმიტომ რომ ბიზნესი მარტივად ადვილად და რაც გაინტერესებს აი ძალიან მომწონს ხაჭაპურის ინდექსი გაჩნდა პირველი ჩემ ცნობიერებაში როცა რაღაც ინდექსებზე არაფერი არ გვაქვს მაგრამ პირველი ნაბიჯი იყო მაშინ აი ესეთმა რაც გააკეთა და ძალიან ეს არის მახსოვს კარგად ამიტომ ანუ რაღაცა წახალისებები ხო ჭირდება და ის ინდმეწარმეც რომელიც ვერ იყიდებს ფეხს და ამ დროს თანამედროვე მსოფლიო განვითარებულია და განვითარების უფლებას არც ერთი ეკონომისტი არ ვიტყვი უბრალოდ ბიზნესი არ მოგცემს თუ კი ხედავს რომ შესაძლებლობა არის საქართველოში შემოვიდეს ის თვითონ შემოვა და გააკეთებს ამიტომ შენ რო რაღაცის გაკეთება გინდა რესურსი არ გაქვს ამიტომ ეს ნორმალურია ხა ეს კონკურენცია იმიტომ არსებობს მონოპოლიები და ასე შემდეგ და სხვას გამოცდილება აქვს შენ ქვეყანაში მოდის ისაკეთებ შენ ვერ აკეთებ და ნუ ამას სჭირდება მიდგომა მეთოდური გონივრული და არა ისე რომ წავართვა როცა ერთი პრეზიდენტი მოვა მე მეორე პრეზიდენტი რომ იმას გადავაბარო და ასე ვთქვათ და ის განსაზღვრო ვინ იქნება ამ ბიზნესის მეპატრონე ტელევიზიებზე აღარ ვისაუბრებ როდის რა როგორ იცვლებოდა ხო მესაკუთრეები გემოვნების მიხედვით ამიტომ ეხლა ჩვენ გვაქვს ასეთი უნიკალური ნაწილი ასე დავარქვათ პირობითად საგადასახადო კოდექსში რომელიც მცირე ბიზნესის სტატუსს მოიპოვებს და აქაც ინსტრუქციის დონეზე ხდება დარეგულირება სამწუხაროდ იმიტომ მინდოდა რომ კანონში ყოფილიყო რომ მე თუ კი ინდმეწარმე ვარ და მცირე ბიზნესის სტატუსი მივიღე და დღეს შემზღუდეს და იცით თქვენ რომ თუ კი ვიყავი დასაქმებული მშენებლობაზე და 1%-იან გადასახადს ვიხდიდი ამ დღევანდელი მოცემულობით 20-იანი გამიხდა. ანუ არის თუ არა ეს გადასახადის ზრდა იმ მოცემულობაში როცა იყო. უბრალოდ ახლა ჩვენთან ამის შემპროტესტებელი, შემდავებელი, ასე ვთქვათ, პროკავშირულის მომხრე არა ვარ, მაგრამ ბიზნესის დაცვის ლიგის მომხრე ვარ, იმიტომ მიხარია თავისუფალი ბიზნესის როგორც ასეთი ფენომენის არსებობა, ხო? რომ რაღაც ორგანიზაციულ გილდიას ქმნის, რომ ადამიანები, ბიზნესები დაეყრდნონ მას. მაგრამ ასეთები არ გვაქვს. და ჯერჯერობით სუსტია ეს მოცემულობა, იმიტომ რომ რეალობა არ გვაქვს იმისა, სადაც მოწოდებაა, რომ დაუპირისპირდება ხელისუფლება კონკრეტულ რაღაც იდეას, რომელიც მომდინარეობს ბიზნესთან.
ხელისუფლება რასაც არ აკეთებს, ყველაფერი გადის. რატო? იმიტომ რომ ინსტრუქციის დონეზე ministrმა რაღაც შეცვალა და ეს 1%-იანი და ასე შემდეგ შეიტანეს ცვლილება ძალიან მარტივად და კანონიც მიიღეს მერე ამ ბიზნესთან მიმართებაში და ძალიან მარტივად გავიდა განხილვის და მსჯელობის ეს ნაწილს მილიონზე საუბრობთ. აი მაგაზე ვიმიჯნოთ. მაგის მილიონი როგორ წარმოგიდგენიათ? ძალიან მარტივად. ეს მილიონი არ უნდა დაუშვათ ჩვეულებრივ იმ კაპიტალური, ანუ თეორიაში ესე იყოფა კომპანიები კაპიტალური ტიპის საწარმოებად და პერსონალური ტიპის საწარმოებად. კაპიტალური არის სააქციო, შეზღუდული პასუხისმგებლობა, ნაწილობრივ კომანდიტური, ჩვენთან უფრო პოპულარული ფორმებია კოოპერატივი ცოტა, აქციო და შეფასე გვაქვს ბევრი, ხო? ესენი არიან კაპიტალურები. კაპიტალურ საწარმოებში უკვე არანაირი ზღვარზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მხოლოდ ინდმეწარმეზე, ანუ როგორც პერსონალურად ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, გერმანულ Einzel Kaufmann ერთი ადამიანის მიერ შექმნილ კომპანიაზე, ანუ სტარტაპ ბიზნეს, რომელიც იწყებს და მან აქვს შესაძლებლობა დღეს საქართველოში რომ იყოს მცირე ბიზნესი თუ შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით იმ საქმეს აკეთებს რაც ჭდება ამ შემთხვევაში სტატუსის მინიჭებაში და შესაბამისად 500,000 ლარის ბრუნვის ფარგლებში 1%-ის გადასახადის გადამხდელი იყოს. თუმცა თუ 500,000 ზღვარს გადასცება, უკვე 20%-იანია. მაგრამ იგივე ინდმეწარმე 100,000-იან ზღვარს თუ გადაცდება, იგივე ინდმეწარმე უკვე 18%-იან გადასახადი შემოუდის. ანუ დღეგე. ამიტომ ლოგიკა არ არის, როგორ ვიყო მე 1%-იანი ინდმეწარმე 500,000-ის ფარგლებში, როდესაც 100,000-ის ფარგლებში მე 18-იან გადასახადს მიწესებ დამატებით. აი ამიტომ გავაკრიტიკე 300,000-იანი ნაწილი რომ 500 ყოფილი. ერთი რაღაც უნდა ჩავთვალო აუცილებლად. სინამდვილეში თუ ცოტა სხვა კუთხით შევხედავთ, ეს არის სასჯელი, რატომ მეტი გააკეთე. აი იმიტომ თქვი, მიდგომა. ხო, ფილოსოფიურად ეგრე ეს აზრი არ დაიკარგოს, აი რაც ახსენეთ თქვენ. მცირემეწარმე 1%, მე არ მიხსენებია ფინანსთა სამინისტროს არგუმენტაციაში იყო ერთი საინტერესო. არა, მაგრამ ეს უნდა იყოს. ეს უნდა იყოს არგუმენტაცია რა იყო, რომ ჩვენ არგუმენტები როცა წარმოადგენთ, იქ თავარი პათოსი რა იყო, ხო, რომ მცირე მეწარმეებს განვითარების საშუალება ჰქონდეს და ფინანსთა სამინისტროს პასუხი იყო, რომ მცირე მეწარმეებიც კი 100,000-ის მერე გადაიხდიან 18%-ს, მაგრამ მათ აქვს სპეციალური საშუალება, ასე ვთქვათ, გადასახადები 500,000, რაც ბატონმა აკაკი მახსენო, 500,000 ლარამდე ბრუნვა როცა გაქვს, რაც 1%-ს იხდი, ანუ ის გადასახადის კომპონენტი სათავისოდ შემოიტანეს, რომ კი აქ 18%-ს იხდი, მაგრამ იქ 1%-ია, ანუ ეს პათოსიც ხო ხვდებით როგორი იყო რა. იმიტომ განვითარდა 500-მდე, რომ 1%-იანი ქონდა და 18 არ ქონდა. ანუ თვითონვე გეუბნებიან, მე ამას კი გეუბნებიან, მაგრამ ირიბად გეუბნებიან, რომ ვეღარ განვითარდებაო, მაგრამ ნუ ესეა. მაგაზე ხო იტყვიან, რომ მაგ ხელა ზღვარი არსად არა არისო. ხო 300,000-იანი ზღვარი არსებობს, იმიტომ რომ 100,000 ფრანკია შვეიცარიაში როგორც გითხარით, ეს 100,000 რო გადავიყვანოთ ბატონო და დაახლოებით გამოვა 350,000. ანუ ევროპული ქვეყნების ასე დიდი ბრიტანეთის რო აიღო. ერთი მდგენელი შეაყოლეთ ყოველთვის ამ აზროვნებას, უბრალოდ მინდა რომ ესე დაინახოთ ხომ. 300,000 იქნება, 500,000 იქნება. ამას კი არა იმდენად არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა საქართველოში კომპანიები განვითარდნენ, ბიზნესი განვითარდეს და ადამიანებმა მეწარმეობა დაიწყოს. ეს ერთია. ეხლა რა მიმართულებაში გვაქვს ჩავარდნა? იმიტომ 200,000-იანი ზღვარიც გვაქვს ჩვენ სასოფლო სამეურნეო მიმართულებით. შესაბამისად, სად რა გვინდა რომ განვითარდეს? ხაჭაპური და სახაჭაპურეები გვინდა განვითარდეს? გვინდა რომ პროფილაქტიკური ანუ თავის გარაჟში და იმას აკეთებდეს და ასე შემდეგ და შეიზღუდოს, იმიტომ რომ იქ რაც უნდა აკეთოს
მაგალითად ერთი 500,000 იქ კონდეს ბრუნვა, მაგრამ მეორე 500-ზე თუ უნდა გავიდეს, უკვე კომპანია უნდა, ეს უკვე სხვა, იმიტომ თქვი კაპიტალური თქო რა. შესაბამისად ეს 300,000 რისთვის გვინდა? აი ეს მინდა რომ დაგანახოთ. ის ინსტრუქცია რომელიც არის, რომელთაც სტატუსი მოგენიჭება, ხო? მცირე ბიზნესის. იქ არის გათვლილი, რომელიმე, აი მაგალითად რა უჭირს? რო თარჯიმანი, რომელსაც მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების უფლება აქვს, 500,000 ღმერთმა აშოვნინოს ბრუნვა კონდეს და დღეგე არ გადაიხადოს. მუშაობს თავისი ინტელექტით. არაფერს ხო არ ქმნის რაღაცას, ხო? ანუ და თავისი ინტელექტით თუ მუშაობს, მაშინ არ გადავახტევინოთ და როგორც კი ვინმეს დაიქირავებს და დაასაქმეს, მაშინ უნდა გადავახტევინოთ. უკვე კაპიტალიზაცია შემოუდის. ანუ უკვე მან კაპიტალი, იმიტომ რომ ის უნდა ასაზრდოვოს. მას ხელფასი უნდა გადაუხადოს. ამისთვის უკვე სკამი არის საჭირო, მაგიდა არის საჭირო, დაკვეთები უწყვეტად საჭირო, ანუ რაღაცა ფული უნდა დახარჯოს უკვე ამაში ინტელექტის გარდა. ეს ერთი მაგალითი იყო, თორე ზოგადად ეს ახლა ქაოსში გადაგვიყვანს თუ კონკრეტ. ანუ ამაზე არის საფიქრებელი და ამაზე არის სააზრო. რა თქმა უნდა. მე ცოტა სხვა კუთხიდან ვუყურებ რა. რატომ უნდა დავსაჯოთ ადამიანი, გინდა ინდივიდუალური პირი იყოს და გინდა კომპანია, როდესაც გაზრდის რაღაცას, ვაიძულოთ ის, რომ უფრო მეტი გადაიხადოს. ეს პროგრესული გადასახადის ელემენტია სინამდვილეში და მოტივაციას აგდებს, რომ გაიზარდოს. რა თქმა უნდა, იდეაში ევროპული გამოცდილება კარგია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებაც, ან ზოგადად პროგრესული გადასახადი, მათ შორის არის ისეთი ტიპის გადასახადი, რომელიც ხელს უშლის ბიზნეს აქტივობის განვითარებას. ანუ პროგრესული გადასახადი ქვერად სახსენს ზუსტად ეგ არის, რომ თუ უფრო მეტ შოულობ, ესე იგი უფრო მეტად უნდა დაიბეკრო. იდეაში ბრტყელი გადასახადი რაღაც 20% რო იყოს, თუ უფრო მეტ შოულობ, მაინც მეც იხდი. ვიდრე ვიღაცა 20% მილიონიდან მეტია ვიდრე 100,000 ლოგიკა, მაგრამ პროგრესული გადასახადის მთელი სიმახინჯე რა არის ჩემთვის პირადად, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან დოვლადს, ხო, მაგალითად სხვილი კომპანია, მაგალითად აი Apple-ი წარმოვიდგინოთ, ხო, ამ ხელა კაპიტალიზაცია. თუ მათ პროგრესული გადასახადი, ანუ უფრო მაღალი პროცენტით ვეგრავთ, ნიშნავს იმას, რომ წარმატებისთვის ვართმევთ უფრო მეტ ფულს. მე ეს ფული სადმე გვაქვს? მე ეს ფული მიგვაქვს პირობითად, აი მაგალითად სოციალურ დახმარებებში, ხო, აი მაგალითად ევროპის მაგალითად სოციალური პაკეტები არის ძალიან მაღალი. მაგრამ აქ სად არის ახლა მთელი ეს ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი. სოციალურ დახმარებებში, როდესაც მიდის ეს ფული, იმ ადამიანებს, ის ადამიანები, რომლებიც სიზარმაცის სახალისება და ის ადამიანები, რომლებიც ამ ფულს იღებენ, არ ზოგავენ. ისინი ხარჯავენ. მაგრამ ის ბიზნესი, რომელსაც შეეძლო იმის ხარჯზე და ის ბიზნესი, რომელსაც შეეძლო რომ დაეგროვებინა ეს ფული, მას წავართვით ფაქტობრივად დანაზოგი. დანაზოგი არის პერსპექტივა. ანუ პერსპექტივა წავართვით სამომავლო ინვესტიციებს. ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ როგორც სახელმწიფოს რა გვინდა. რომელი გადასახადი რას ემსახურება? ბატონო, სიმართლე გითხრათ, მარტო მაგაში კი არა ყველაფერს შემოსაყალიბებლები ვარ. ხო, მაგრამ ჩემ პოზიციას კიდევ ერთხელ DGG-ს ნაწილზე, რატომ ძალიან ლოგიკურია ის, რაზეც მინდა. სიმართლე რომ გითხრათ, მაგაშიც მოყვებით და რაღაც მილიონსაც ვიტყოდი და 10 მილიონსაც ვიტყოდი. არა, მილიონი ხა ეს იმიტომ გამაღიზიანებლობის რომ იმისჯერ. რატო? მოდი ასე რატო ფილოსოფია ჩემი ყოველ შემთხვევაში კი იცით რომ განვითარდნენ ინდმე წარმოებები რაც უფრო ნაკლებად შეეხება სახელმწიფო ამ შემთხვევაში ბიზნესს ჩემს უკეთ გადასახადს ვერავინ ვერ ავწდებით სამწუხაროდ ამ მატრიცაში ვართ და ყოველთვის ესე იქნება მაგრამ რაც უფრო ნაკლებად შეეხება მით უკეთეს უბრალოდ ისევ და ისევ ამ 300,000 ლარიან ზღვარზე ანუ ერთგვარი გამოცდაც იყო და გამოცდა რა კუთხით ჩვენ ვიცით ვის ველაპარაკებით ჩვენ ვიცით ეს ადამიანები როგორები არიან. ჩვენ ვიცით 500-ზე და მე არა, დაგიჯერთ ხარს. ჩვენ ვიცით რა სისტემაა. ჩვენ ვიცით ეს ვინ არიან ეს ადამიანები, ჩვენ ვიცით როგორ უყურებენ ეს ადამიანები მოწყობას, საგაცხადო პოლიტიკას, ბიზნესთან ურთიერთობას. ანუ ეს ყველაფერი ვიცით. თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია რო ვარ, ისინი არიან ყველაზე არათავისუფლად მიმდგომი ადამიანები. და უბრალოდ ერთგვარი გამოცდაც იყო, რომ აი 500,000-ზე იყო გულწრფელად გეტყვით საუბარი, მაგრამ აი გულწრფელად გეტყვით რატო არ გავაკეთეთ. ეს ერთადერთი მიზეზი იყო მათი მხარე და მათი პოზიცია, ანუ ძალიან გვინდოდა რომ ამ სისტემაშიც კი გაგვეტესტა მათ შორის რაიმე მცირე წარმატების შანსი თუ არის რომელიც ძალიან ლოგიკურად საფუძდება და ეს 300,000 ლარიან ზღვარი ისე ლოგიკურად დაუსაბუთეთ თქვენ რო გითხარით რომ პასუხი გაგვცეს თქო ChatGPT-სთან AI-ს დაწერილი ანუ იმდენად სწორად
დავაფორმულირეთ, ანუ მათსავე ლოგიკასაც და მათსავე მიდგომასაც, რომ თანხვედრაში ყოფილიყო, ის და სწორად დავაფორმულირეთ, რომ აი ამაზე რაღა უნდა ეთქვათ. და მათი პასუხი იყო ზუსტად ის, რომ არაფერი არ ქონდათ სათქმელი და უბრალოდ რაღაცა 5 წუთში დააწერინეს მართლა ხელოვნურ ინტელექტს და გამოაგზავნეს. თორე 500,000-იც რო იყო ძალიან დიდი სიამოვნებით. უბრალოდ ამ ლოგიკას ჩავეჭი და აქ რაღაც იპოვიდნენ. კაი, 500,000-ზე შეიძლება რაღაცა კიდე მოეფიქრებინათ, რომ მე რაღაცა ბიუჯეტს დააწყდება. ჩემთვის რატო არის უფრო მეტი ლოგიკაა, იმიტომ რომ ინდ მეწარმეს, რომელსაც ციე ბიზნესის სტატუსი აქვს, 500,000-ის ბრუნვაში მას უკვე შემდგომ აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ეს ის ზღვარი იქნებოდა, რაც დააფასებდა მას, როგორც ინდ მეწარმეს. ანუ ძალიან სწორი ლოგიკაა, უბრალოდ ჩვენ ამ ლოგიკით წავ. ეს ის პრინციპი სწორია, რომ ერთი პრობლემა ჩდება კიდე, მაგალითად თუ 500,000-იანი ზღვარი დღესთვის და იმისთვის ერთ და იგივე იქნება, გამოდის რომ როგორც კი 500,000 გადააბიჯებს, უცბად სჯით, არა მარტო დაეგეთ, არამედ პლუს საშემოსავლოთით და ამიტომ ვამბობ, აი რას ნიშნავს ინდმეწარმე? აქედანაც ამოვდივართ, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდუალური აი მაგალითად, ეხლა უფრო თვალსაჩინო რო იყოს, ბევრჯერ გინახავთ უფრო გასულ წლებში, რომ სადღაც ქუჩაში მიდიხართ და ფანჯარაში, რომელიც არის პირველ სართულზე, ეს ფანჯარა შეიძლება იყოს ღია, აქეთან ნაწილში შოკოლადები და რაღაცეები დოს ქუჩაში, ბუდკა რამე არ არის ესეთი ჯიხური, პირდაპირ გზაზე შეგიძლია აქედან ანუ ის ბინაში ცხოვრობს ვიღაცა, ну, მოდის ზესუმზირას ყიდის, ხო თქვათ, მაგრამ ეს ადრე იყო. ეხლა ზესუმზირაც უკვე პაკეტებშია და მოდერნიზებულია. ამიტომ აქ ეს არის მისი ინდივიდუალური საწარმო. მან შეიძლება აქ მილიონი გაატაროს. ну, თეორიულად შეიძლება ვთქვათ, მაგრამ რეალისტურად არა, ხო? ამიტომ ინდმეწარმე რა არის ეს მითხარით. ეს ინდმეწარმეა, რომელიც ამას აკეთებს და მივცეთ შესაძლებლობას ყველა საქართველოში, ვისაც მოუნდება თავის სარეცში ეს აკეთოს, თუ უკვე ფილიალების გახსნას რო იწყებს და უკვე მოდგა ფერზე იცის როგორ აკეთებს, იქ უკვე ჩვეულებრივად კაპიტალიზირებული გახდეს. ვიცა ინდმეწარმე თუ დიდ ქონებას ფლობს და აქირავებს ხო და ეგ შეიძლება შეიძლება იყოს ინდმეწარმე ქონება ქონდეს იმდენი რომ მილიონი ქონდეს შემოსავალი, მაგრამ არავინ არ ყოფდეს დაქირავებული. მარტო თვითონ აკეთებს. შეიძლება, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ქარხანა ქონდეს, მაგრამ მარტო ვერ იქნება. ერთადერთი ეგ შესაძლებელია მხოლოდ ინტელექტუალური რაღაცის ხარჯზე. ну დღეს კრიპტო არსებობს და მანდაც საწარმო საჭირო არ არის კრიპტოც საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპში თეორიაში ჩხუბი ამაზე ბუღალტრებ და მაგრამ ჯერჯერობით მაინც როგორც ქონება ისია კრიპტო და აღირიცხება და ანგარიშტორების საშუალება კია მაგრამ კონვერტაციის საშუალებით და მაინც როგორც ქონება ისე აღირიცხება. ამიტომ თუ მიუდგებით ამ პროფესიონალურ გონებრივი მიდგომებით, უნდა ჩამოვყალიბდეთ რას ნიშნავს ჩვენთვის ეს ისო კანონში მეწარმეთა შესახებ მოცემულობაში ინდმეწარმე რო წერია ეს ხო რას ნიშნავს ეს ხო სადღაციდან შეიქმნა თევზის მომენტია სარეწი ბადეს ისვრის თევზი ამოაკ ბაზარში აბარებს ყოველდღე და მიდის სახში კმაყოფილი ამით ეხა ხან არის ეს თევზი ზღვაში წყალში ხან არ არის აი რა ტიპის ინდმეწარმეა ვის ვავითარებთ ჩვენ რა გვინდა რომ გავაკეთოთ საწარმოები 100 გუგუნი დავინახოთ თუ მილიონი ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული 100,000-იანი და შესაძლებლობები გაუჩინოთ ამ მილიონ ადამიანს. ამიტომ ვამბობ, თორე ყველაფერზე შეიძლება რა თქმა უნდა მსჯელობა და პირიქით მადლობელი ვარ ესე თავისუფლად რომ მეცით აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ეგეთი ადამიანები ვართ ყველა. უკვე დაგაფიქრეთ ალბათ რაღაცებზე, მაგრამ რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ. ჯერ თუ საძირკველიო როგორც ახლა ჩემი ნათქვამი ხომ არ არის ეს სხვა ფილოსოფიით შეიძლება იყო ნათქვამი რაღაცას გზნობენ ეს ადამიანი როცა ლექს წერენ რის წერენ და იქიდან მოდის ხო იქიდან შემოდის და იქიდან ხდება და ამიტომ რაზე ვდგებით საიდან რა გვინდა რომ გვინდა უცხოელები შემოვიყვანოთ აი კონფლიქტზე რო საუბრობდი ნებისმიერ უცხო ეხა თელასზე რო ატყდა ხო ამბები და ამ შემდეგ მეც მონაწილეობდი თელასის პრივატიზების პროცესებში თავის დროზე და ხო თელაშიც ვიყავი იურიდიული სამსახურის უფროსი 2000 წელს ზუსტად არ მახსოვს და შესაბამისად საინვესტიციო ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე საქართველოში ნებისმიერი საინვესტიციო ხელშეკრულება ინგლისურ სამართალზე აწყობილი არც ერთი სამოქალაქო კოდექსით არ არის დადებული
ანუ ჩვენ როგორც ვცხოვრობთ ახლა დღეს, ჩვენს ირგვლივაც ხო ცხოვრობს თელასი, ჩვენს ირგვლივაც ხო ცხოვრობს შიშეჯამი, ჩვენს ანუ საქართველოში არსებულ უცხოურ კომპანიებზე არც ერთი არ ცხოვრობს ჩვენი იურისდიქციით. ყველა ცხოვრობს იმ იურისდიქციით და აქ არის ჩვენ ქვეყანაში ხელმოწერა აქ არის. ამ კონტრაქტებით ცხოვრობენ და ამიტომ რა დარი გვაქვს ახლა ანუ იმიტომ თქვი სამართლებრივი სივრცე ეს ყველაფერი ამას აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად ეს 300,000 მინდა რომ იყოს 500 რომ იმ ლოგიკაში მოვიდეს რაც გვაქვს. არასწორი ლოგიკა შეიძლება. მაგრამ იქ უნდა იყოს პროგრესულში გეთანხმებით რომ დასჯა გამოდის რა ხეკორძულას ისე არა ეხლა პროგრესული სხვათა შორის ჩვენ გვაქვს თუ არც ხელფასების ნაწილში თვიურად 200,000-ზე თუ 250,000-ზე მეტი როცა გაქვს შემოსავალი პროგრესულის შემოდის შენ. არა, ეგეთი რომ არის, არა, პროგრესული ქონების გადასახადში ფაქტია, იმიტომ რომ თუ რაღაცას აჭარბებს, მაგათ თალკე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ლამის 1 საათი მოიწურა. დავაფიქსიროთ პოზიციები. აი, დღევანდელი საუბრიდან მე უფრო მივდივარ იქითკენ რომ უნდა გავუქმდეს ესა და ვიფიქროთ დერების შემცირებაზე. ეს უფრო სწორი მიდგომაა. აზრი მეორე ზღვარის ნაწილი, ისე ბატონო გაგე 500,000 რო ამბობდით, ეგ რო დაგვეწერა ალბათ ფინანსთა სამინისტროს პასუხში კიდე ერთი კომპონენტი დაეწერებოდა, რომ ბიუჯეტი შემომერე პენსიები როგორ გავცეთ, ხო? არა, იმ მეწარმეზე გავაკეთოთ აქცენტი, მცირე ბიზნესისთვის ვთქვათ. ბიზნესისთვის ვთქვათ. მცირე არა, ერთ-ერთი და მოგვიწევს ამოსავალი წერტილი არის სხვადასხვა. შენი არის სუბტად ეკონომიკური ამოსავალი, რასაც ამბობ თავისუფალ ბიზნესის ასოციაცია, რომ ეკონომიკური და ამდენი ციფრა. ამიტომ ბატონი აგაგის ამოსავალი არის სამართლებრივი ამოსავალი, იმიტომ რომ თვითონვე უკვე აქვს ეს 500,000 კანონმდებლობაში ჩადებული და გავასწოროთ ამას. კი, ამიტომ იმის მიხედვით თუ რომელი მიდგომას აირჩევ და შეარჩევ უფრო ოპტიმალურად იმის მიხედვით მიდგომაზე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია რა თქმა უნდა და გაუქმება მე კომპონენტი კიდე გამოჩნდა ეს კომპონენტი თქვა კიდე რომ რაც არ უნდა ზღვარი დავადგინოთ თუ იმპორტზე ორი ანუ თუ შემოაქვს რაიმე ხა იქ 300 ლარზეც არის და ამაზე ალბათ სხვა დროს დარჩება მე მგონი იმიტომ რომ ეგ საერთოდ იმაში გადადის ეხა ლობირება დაიწყეს რომ ჩავწეროთ იგივე შემოგვიწყეს რომ გავუქმო და ეს ძალიან ცუდია თუმცა იმის თქმა მინდა რომ იმ ინდმეწარმეს დღეს ჩვენ 500,000-იანი ზღვარი რო დავუდგინოთ მაინც გვეყოლებიან ისეთი ინდმეწარმეები რომლებსაც იმპორტით აქვს რაღაცა და ანუ დავუდგენთ თუ არ დავუდგენთ ნულიდან მაინც გადამხდელები იქნება ამიტომ ვამბობ სეგმენტირება ანუ რა უნდა სახელმწიფოს რო განვითარდეს და რა უნდა საზოგადოებას რომ მდგრადი იყოს და ეკონომიკური უსაფრთხოება შეიქმნას და ჩვენები განვანათლოთ და ამოვიყვანოთ მაღლა, ხო? შესაბამისად იმ სეგმენტებში უნდა ვეძებოთ შესაძლებლობების მიცემა. უბრალოდ აი მაგ ნაწილში მე პირადად ძალიან ფრთხილი ვარ ხოლმე. აი რა გვინდას ნაწილში აი არ ვიცი სახელმწიფო ანუ მე გადაუწყივიტოს ხვებს მერე რა არა სეგმენტებზე ეს არ არის ადამიანებზე. ეს არის უყურეთ სეგმენტების განვითარება გვაქვს. აი იგივე სექტორულად სოფლის მეურნეობის სხვა მდგომარეობა, სხვა პროდუქტი მოდის, სხვა მოთხოვნა აქვს. აი თუ სწორად გავიგე დავასრულებ. შემოყვანილი ისინი ბაზრებზე გადიან გემით მაჩვენეთ ერთი ქართველი სოფლის მეურნე, რომელიც გემით აქედან მარცვლეულს აგზავნის საქართველოს. ხო და აი მაგას მივყვებოდი. აი როგორც ჩვენ სექტორულად წარმოვიდგინეთ. არა დავაზუსტებ. აი როგორც ჩვენ სექტორულად ვთქვით რომ მაგალითად არ ვიცი რა ხორბალი უნდა განვავითაროთ ვიღაცა ბიუროკრატმა რო თქვა და დავიწყეთ. ანუ ეგეთი ლოგიკით დავიწყეთ. ხაოსზე არ გონია. მონევროლობაზე ვსაუბრობ. მე მგონი ჩვენ ისა პოზიციები გამოკვეთილი გვაქვს. გადაგები არის. უბრალოდ აი მოგლეთ თვითოწუთიანი და მე შევაჯამებ და დავამთავრებ. ხო, ერთვიტყოდი, ანუ ჩვენი ასოციაციით მაგალითად უფრო მეტად ისევ და ისევ შევაჯამოთ, მივდივართ იქითკენ რომ მაქსიმალური შედეგი, უფრო რეალისტური გარემოებიდან გამომდინარე სადაც ვართ ის წამოვიღოთ. აი თქვენ გაუქმების და შემდგომში შემცირების ნაწილზე საუბრობდით. მე ეგ ნაკლებად ჯერა ამათ პირობებში.
არის აზრი, მაგრამ ნაკლებადჯერა, იმიტომ რომ ხა ბიუჯეტის შემოსავლების ანგარიშებგაბაც რო ვნახოთ, DGG არის მთავარი ნუმერი მოდის საშემოსავლო, მაგრამ DGG არის ხოლმე მთავარი კონტრიბუტორი ბიუჯეტის შევსების. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენთან, ჩვენ ასოციაციაში მათ შორის არიან ისეთი ბიზნესებიც, რომლებმაც ძალიან ბევრი იწვალეს, ძალიან ბევრი იშრომეს, გაიღეს რისკი, აიღეს სესხი, დაიწყეს ბიზნესი, მერე რაღაც წარმატებას მიაღწიეს, მიუახლოვდნენ 100,000 ლარიან ზღვარს და ამ 100,000 ლარიან ზღვარს როგორც გადაცდნენ, ახალი თავგადასავალი დაიწყო მაგალითად. ცალკე იქ ადმინისტრირების ნაწილი, ცალკე იქ რესურსების გამოყოფის ნაწილი. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ რეალურად გვერჩივნაო, მაგამდე 100,000 ლარიან ზღვარამდე ქონოდაო დაჭერილი, არც ნერვები წავიდაო, არც ენერგიაო, არც სხვა დამატებითი რესურსი და რაღაც შემოსავალიც მქონდაო. ყავს ასევე და გვსმენია ბიზნესებზე, ხა იყო აპრობირებული მეთოდი, რომ 100,000 ლარიან ზღვარს მივახლოვდები, მე გადადეკლარირე სხვაზე გადააფორმე და ათმა თავიდან დაიწყო და ერთ-ერთმა ჩაიგდეს თავი. კი, აი ეგ უნდა მეთქვა, ერთ-ერთმა გააკეთა ეგ დაადგას შემოსავლების სამსახური, სერიოზული ჯარიმები მისცეს, ერთ-ერთი სათამაშო სივრცეა, კომპიუტერული თამაშების, ხო. და დააყენეს თან DGG-ს გადამხდელად და ის ადამიანი დაუანგარიშეს ის კი და ის ადამიანი გვეუბნებოდა ეს რაღაცას რომ მოკლედ ორნი არიან. თვის ბოლოს მოგება გავინაწილეთო 170 ლარი ბიზნესი, რომელიც ყველაფერი გაიღეს ამ ადამიანებმა. ამიტომ თქვენი არ იყოს, როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს, კი არ უნდა დავსაჯოთ. პირიქით, ხელი უნდა შეუწყოთ მაქსიმალურად იმაში, რომ უფრო მეწარმატებას მიაღწევს. იმიტომ ბიზნესი, რომელიც უფრო მეწარმატებას აღწევს, ირიბად ის თითოეულ ადამიანზე მოქმედებს. იგივე თქვენს ბიზნესმენი ხართ, თქვენი რეალურად ბიზნესი გაქვთ, ხო? და წარმოიდგინეთ, თქვენ როცა იზრდებით, ამით საზოგადოებაც უკეთესი ხდება, თუნდაც მატერიალურად, იმიტომ რომ გადასახადებს ვერ გავექცევით, ბიუჯეტში თქვენი გაზრდის შედეგად მიდის უფრო მეტი გადასახადი და იმ ადამიანებისკენაც, ვისაც პირობით მართლა არ შეუძლია, ის ადამიანებს იღებენ ამას. ანუ აქედან უნდა ამოვიდეთ, რომ ადამიანი, რომელიც წარმატებას აღწევს, ადამიანი, რომელიც რისკი გაიღო ცხოვრებაში და წარმატებას მიაღწია, ჩვენ ის კი არ უნდა თქვა, რომ დაგსჯი შენ და აი რატო გახდი წარმატებული. პირიქით, მადლობლები უნდა ვიყოთ. ან ბიზნესის მადლობლები უნდა ვიყოთ ჩვენ, რაც მათ გააკეთეს. ანუ ადამიანური თვალითაც რომ შეხედო, რამდენი 3 მილიონში და 100,000 ადამიანი აქ ვართ, 8 მილიარდზე მეტი ვართ სამყაროში. 1%-ს რატო აქ კონსოლიდირებული მთლიან სამყაროში ყველას დიდი ქონება. უმაღლეს სოციოლოგიას სწავლობს. იმიტომ რომ აქ ესენი არიან ადამიანები და ზოგადად ბიზნესი, რომელმაც თავის დროზე რაღაც რისკია, რუტინას შეეშვა. თქვა უარი ალბათ 9 საათიდან 5 საათამდე მუშაობაში, აიღო სესხი, გარისკა, ინერვიულა ღამეები ათენა და რაღაცა გამოუვიდა და ჩვენ ის კი არ უნდა უთხრათ, რომ მოდი ხელ მეტი გადაიხ. ყოჩახ, მადლობა და ესე გააგრძელე და როგორ გემსახუროთ? აი ეს გითხარი, ანუ მე აი ესეთი ფილოსოფიით და იდეით მოძრაობ, რომ აი ბიზნესის მართლა მადლობლები უნდა ვიყოთ და ის ადამიანები, რომლებიც აი ბიზნეს ხოლმე ხომ მოგვიხსენ, ხშირად ფასი გაიზრდება და ეს ცუდი ბიზნესი ან ასე შემდეგ. ამ ადამიანებს ახლოსაც კი არ ჩაუვლიათ ცხოვრებაში რისკთან და შენი საქმის კეთებასთან. და აი ყოველთვის იქიდან უყურებენ, რაღაც ქვემოდან უყურებენ, რომ აი ამ ადამიანები თვითქოს რაღაც ცუდები არიან. არა და ადამიანი, რომელიც თვითონ გაივლის ბიზნესის კეთების გზას და მე როცა ნაბიჯები გადავდგი, მაშინ მივხვდი ამას. როდესაც თვითონ გაივლის ბიზნესის კეთების გზას, დააფასებს კი არა, ამ ხელა პატივისცემა გაუჩნდება სხვების მიერ. ოღონდ ვსაუბრობ ჯანსაღ ბიზნესზე. და რა ბიზნესი ხა თავრობას რო შეეკრება და ხელოვნურად რო მაღალ კონკურენტულ გარემოში ხელოვნურად რაც ლიდერი ხდება. ხო, ტენდერები ან ასე შემდეგ. აი ეს არა. თავისუფალ მეწარმეებზე ვსაუბრობ. აი თქვენ გამოცდილი გექნება ბატონო გაკი, თქვენს და ბატონო და თქვენს ეგამბავია. კარგი. მე ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ეს დავასაბუთო, რაც ვისაუბრეთ, რომ შევაჯამო. ესე იგი, პირველი ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ თავისუფალი ბიზნესის ასოციაციის მხარდაჭერა მთლიანი ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვების საფუძველი გახდეს. გადავსინჯოთ ინდივიდუალური მეწარმის ნაწილში მცირე ბიზნესის სტატუსთან მიმართებაში ის სეგმენტური ნაწილი, სადაც მინიჭება ხდება და არ მინიჭება ხდება და ამ გადარევიზიების შედეგად გონივრ
ფაქტიურად, რადგან მოცემულობა გვაქვს 500,000 ლარიანი ზღვარი 1%, ანუ გამარტივებული საბუღალტრო წარმოებისთვის, დაუშვათ იმას, ვისაც სურვილი ექნება, შეიძლება იმპორტიორს სხვას არ კონდეს, მაგრამ ვისაც სურვილი ექნება, დაუშვათ, რომ გაუთანაბროთ ზღვარი ბრუნვისა, ასევე, ასე ვთქვათ, დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში, იმიტომ რომ საკანონმდებლო ფორმაციის კუთხით ნაკლები ინექცია და მარტივი მოქმედებები არის საჭირო, რაც ძალიან უცბად გაკეთდება. ძალიან უცბად. ამაზე შეგვიძლია ჩვენ და თქვენ ასოციაცია მივიჩნდეთ. ჩვენ კიდევ გვექნება სხვა გადაცემები, ჩემი პოზიცია ღია არის, მე მირჩევნია რომ ეს სხვა საერთოდ გავაუქმოთ და შევამციროთ, ეს ბევრად უკეთესი იქნება და საერთოდ დასაფიქრებელია იმაზე, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ბრუნვის გადასახადის დამკვიდრება ნაცვლად ეს გადასახადისა, იმიტომ რომ კომპანიები უნდა გავათავისუფლოთ იმ ტვირთისა რასაც აგენტობა ქვია გადასახადის მოკრების ამბავში. გადასახადს ბეგარა დავარქვა ჩვენმა მეგობრებმა. თქვა ერთხელ და ძალიან სწორი იქნებოდა ბეგარა რო ერქვას და რა გადასახადი, მაგრამ ეს კი ზუსტად ბეგარა ზუსტად შესაბამება იმ ტერმინს, რაც არის გადასახადის ხალხს გონია, ეს არის დენის საფასურს რო იხდიან და ეგ კი ეხლა გამოგეთქვა გადასახდელი დავარქვით იმას. ხო, ტერმინოლოგიური პრობლემები გადაცემა, მაგრამ სამწუხაროდ ეს გადაცემა ერთი გადაცემა და 2-ით და 1000 ალბათ არ ყოფა. ამიტომ ეხლა გვინდა არ გვინდა უნდა დავამთავროთ ამ საინტერესო საკითხზე, იგივე შემადგენლობით იმედია კიდე შევიკრიბებით რაღაც პერიოდის მერე. მადლობა მობრძანებისთვის. ბოდიშა ამდენი. პატეცო მაყურებლებო, მადლობა ყურადღებისთვის.